ევროკავშირი უკრაინას 90 მილიარდი დოლარის ოდენობის სესხის პაკეტის პირველ ნაწილს გამოუყოფს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. 2026 წლისთვის ბლოკი უკრაინას 45 მილიარდ ევროს გამოუყოფს, საიდანაც თანხის 1/3 კიევის ბიუჯეტურ საჭიროებებს მოხმარდება, ხოლო დარჩენილი ნაწილი ქვეყნის თავდაცვაზე დაიხარჯება. ჩვენ 2026 წლის 45 მილიარდ ევროს უკვე ამ კვარტალში გამოვყოფ. 1/3 ბიუჯეტურ საჭიროებებს, ხოლო 2/3 უკრაინის თავდაცვას მოხმარდება. თავდაცვის პირველი პაკეტი უკრაინული დრონებისთვისაა განკუთვნილი, რის ღირებულებაც დაახლოებით 6 მილიარდი ევროა. ჩვენი გზავნილი ნათელია, ჩვენ მამაცი უკრაინელი ხალხისა და მათი შეიარაღებული ძალების მიმართ მხარდაჭერას გავაგრძელებთ. უკრაინას სესხის პაკეტი სასწრაფოდ ესაჭიროება, რომ რუსეთის ომით დაზიანებული ეკონომიკა გაამყაროს და ფრონტის ხაზზე რუსულ იერიშებს გაუმკლავდეს. რუსეთის ომის განმავლობაში უკრაინამ შეიმუშავა თანამედროვე საბრძოლო პირობებში გამოცდილი დრონების ტექნოლოგია, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა რუსეთის უფრო დიდი არმიის შეკავებაში. ადგილობრივი მწარმოებლები აწარმოებენ სხვადასხვა სისტემას, შედარებით დაბალ ფასად, სწრაფად ცდიან მათ ბრძოლის ველზე და არსებული საჭიროებების მიხედვით აუმჯობესებენ. უკრაინული დრონების ტექნოლოგიამ კი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების სამხედროების ინტერესიც გამოიწვია.